გოგოებო, თქვენი მოჰიტო. მადლობა. კარინა, შეამჩნია რომ სტილი შევიცვალე? კი და რატომ? სკეიტერი შეყვარებული მყავს, მაგრამ შენ არ გაგაცნობ. ნუ ნერვიულობ მე ჩემს მეგობრებს არ უყარავ შეყვარებულებს. აუ ნერვიულობ და რა ვქნა, ჩემი შეყვარებულია, მაგრამ სიმპათიური მეგობრები ყავს, გაგაცნობ თუ გინდა. აუ კი, მერი გამოცანი გთხოვ. გოგოებო, ახალი კაკაო. მადლობა პიცა. დიანა სად არის? არ მოდის დღეს სკოლაში? ეს როგორ თქვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ხართ? მის გარეშე რანაირად ხარ? ხდება ხოლმე. იქნებ დაურეკოთ. გოგოებო, ვცადე, მაგრამ არა უნდა პასუხობს, ალბათ ტელეფონი გადაშული აქვს. უნდა მოვიდეს, სალონში წავიდა და თქვა რომ დაბრუნდებოდა ამის შემდეგ. იქნებ უბრალოდ საცობში გაიჭედა. მაშინ დაველოდოთ. გოგოებო, იქნებ საკმარისია ეს სიტკბო და სიყვარული. ხო, რაღაც ზედმეტები მოგდით მგონი, ტრაბახობთ. გოგოებო, ასე ადულად როგორ გშურთ ყველაფრის, ზუპს და მე ერთმანეთი გუყვარს, ხო ზუპ? ხო, ძალიან. მოიცადე ქერა, ვერაფერი ვერ გავიგე. ჩახუტებას არ შეგვიძლია, შენგან ნებართვა უნდა ავიღოთ. ზაკ, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ასე იქნებიან სანამ შეყვარებულები არ ჰყავთ. რას ამბობ სოფი, შენი აზრით შეყვარებულები გჭირდება? გვინდა მაგარი შეყვარებულები, მაგრამ არ არიან კარგი ბიჭები. ხო, იმიტომ რომ საუკეთესოები დაკავებულები არიან, აი. გამარჯობა გოგოებო. რა ბედნიერია. ხო, რა თქმა უნდა, სმელს შეურიგდა და იქნება ბედნიერი, აბა. გოგოებო, ძალიან მიხარია რომ შერიგდით, მართლა კარგი მეგობრები ხართ. რა თქმა უნდა, ალან, იმიტომ რომ იანას ადმინისტრატორის მოვალეობები აქვს. რომლის გამოც არ გავარდა აქედან, მაგრამ იმედი კი მქონდა. ლეილა, რა, მინდოდა რომ ალანი ყოფილიყო ადმინისტრატორი, მაგრამ შენ არაფერს გაკეთება არ შეგიძლია. ლეილა, უხარ უბრალოდ ეს სკოლის რაღაცები, მართლა რთული გასარკვევია. სულელი ხარ ალან, სულელი, ლეილა, ის რა შეგჭირდება? იანა, ჩემ შეყვარებულზე წესი არ დისეუბრეთ, თორემ კიდევ ვიჩხუბებთ. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. კნოპა გამოვწამ. დიანა, სად იყავი? წამო ერთი წამით. არა, ვერ გავიგეს რა წესია, რატომ აქვს საიდუმლოები? ნასტია, არ დაგავიწყდეს, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. იმედია, ახლა დიანას დაგვიანების გამო ვარჯიში არ შეიშლება. დღეს ვარჯიში ძალიან მინდა. დაინახეთ, როგორ შემოვარდა დიანას სირაქლემა? ბლონდი სირაქლემა რატომ? არ ვიცი, ეს ზედა როაცვია ფუნფულა სირაქლემას გავს. დიანა, ასეთი ბედნიერი რატომ ხარ? რა მოხდა? მითხარი მეგობარო. კნოპა, დიდი ხანია მინდოდა ეს მეკითხა, მაგრამ ზაკატი მოგწონს. დიანა, ხომ გითხარი, საყვარელია, მაგრამ მეტი არაფერი. კნოპა, ზაკატთან უნდა იყო. ნახე, სმაილმა დღეს დამპატიჟა პაემანზე და შენ ზაკატთან ერთად რომ ყოფილიყავი, შენ წამოხვიდოდი, ერთად დაბლ დეიტზე წავიდოდით. ვაუ, სმაილმა პაემანზე დაგპატიჟა და სად წახვალთ? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ სმაილმა მითხრა რომ ძალიან კარგი რესტორანია და თან ისეთი შეცვლილია, ისეთი კეთილი და ყურადღებიანი გახდა. ვაუ, ძალიან მიხარია შენ გამო. კნოპა, მოკლედ, ზაკატთან უნდა იყო და ერთად ვივლით ხოლმე პაემნებზე. დიანა, რატომ ვცდილობ ამის დაგეგმვას? არ მინდა ურთიერთობა საერთოდ. კნოპა, ძალიან მოსწონხარ. ხო, მაგრამ მე 50%-ით მომწონს და მას მოვწონდე. კნოპა, გამიგე რა, ბანის გუნდიდან ერთადერთი მე ვარ, ვისაც შეყვარებული ყავს. თქვენ ყველა მარტოხელები ხართ, მასთან იყავით, ხო? კარგი, მხოლოდ შენ გამო რომ ბედნიერი იყო. არა, კნოპა, ასე არ მინდა, შენ უნდა იყო ბედნიერი, მაგრამ დაფიქრდი რა, მინდა რომ შეყვარებული ყავდეს და ერთად პაემნებზე ვიაროთ. კარგი, მაგრამ შეიძლება მოვიფიქრო? რამდენი ხანი გჭირდება? ვიცი რომ თვეებით შეგიძლია იფიქრო. 1 კვირა, 3 დღე. კარგი, 3 დღე რომ მოვიფიქრო. შვენიერი, ვიცი რომ მაგარი წყვილი იქნებით. აუ, არ ვიცი, მაგის ეს კულულები, კნოპა, ძალიან კარგი კულულები აქვს. აი, კარნა, ნახე, ეს არის როჯერი. სიმპათიურია. ხო, და ეს არის მისი მეგობარი სებასტიანი. სებასტიანი მაგარია, მაგრამ როჯერი უკეთესია. კარგი, აი აქ არის პაბლო, მართლა კარგი ტიპია. აუ, არ მინდა პაბლოსთან ყოფნა, პაბლო. რა, ლამაზი სახელია პაბლო. პაბლო, მაშინ შენ იყავი პაბლოსთან. კარგი, კიდე ვინ არის? აი ეს ქერა. სიმპათიურია. მოჩა, ვისაუბრეთ, ხომ არ მოგენატრეთ? დიანა, გამარჯობა, რა ლამაზი ზედა, სირაქლემას გავხარ. კარგი, დიანა, კარგ ხასიათზე ხარ. მადლობა ბლონდი, შენს კარგად გამოიყურები. გოგოებო, რა საიდუმლოები გააქვთ? რაზე ლაპარაკობდით ამდენ ხანს? ვაიმე, ეს რა სიგიჟეა, საერთოდ არ წყენია. ხო, ბედნიერებისგან ანათებს. ჩვენც ვანათებთ. გოგოებო, ძალიან მალე გაიგებთ, სიურპრიზი იქნება თქვენთვის, ხო, ჩემთვისაც. ერთი წამით, რას მალავთ? პირადულია უბრალოდ. ხო, და მალე მთელ სკოლას ეცოდინება. დიანა, სილამაზის სალონში იყავი, შენი თმა ძალიან კარგად გამოიყურება. ხო, მასკოტ, მადლობა. ცოტა მოვუარე. და ახლა რო ძალიან დააგვიანე, ვარჯიში აღარ გვექნება? გვექნება, გპირდები.
ამას რა დაემართა? ნერვიულობს. რატომ? დიანა დღეს კნობას მაგათ ურთიერთობას უნდა დაელაპარაკოს და არ იცის კნობა დათანხმდება თუ არა. მოიცადე კნობასთან ერთად ყოფნა უნდა? ხო, უნდა რომ თავის გზნობებზე უთხრას. ზაგად გეყოფ ხტულმა დაწნარდი. ხო, თორე ძალიან გაუფრიანდები და მე შენ კნობას აღარ მოეწონები. მეგობრებო, ძალიან ნერვიულობ. გონია რომ უარ სიტყვის, იმიტომ რომ ჩემი აზრით აღარ მოვწორვარ. ზაგად არის ნერვიულო, რაც უფრო მეც ნერვიულობ, ნაკლებად თავდაჯერებული ხარ. ხო, თავდაჯერებული უნდა იყო. გოგოებს თავდაჯერებული ბიჭები მოწონთ. კარგი ბიჭებო, ვეცდები. ერთი ბურთი მეც წამოვიღეთ. არა, შენი ბურთი დაკავებულია. ისე მეგობრებო, მე და დიანა დღეს პაემანზე მივდივართ. ერთ ძვირიან რესტორანში დავპატიჟე. ალბათ ბევრს დავხარჯავ, მაგრამ დიანას გამო არ მენანება. ვა, სმაილ, ოჩახ, კარგია. ისე მეც მინდა რომ ნასიასად მე წავიყვანო. და მაგაში ხელს რა გიშლის, მიდი და პაემანზე დავპატიჟე. არა, ჯერ ფული უნდა ვიშოვო. ისე გოგოების რესტორანში წაყვანო ძვირია? იაფი არ არის. კარგი კნობასთვის არა უშავს. აბა მეგობრებო, მითხარით რა მოხდა? მასწავლებელმა იქ, მოკლედ, გოგოებმა იჩხუბეს, მაგრამ ეს არაფერი არ არის, ყოველთვის ჩხუბობენ და მერე რიგდებიან. ხო, აუცილებლად შერიგდებიან. ვინებმა, ბაჭიებმა იჩხუბეს? არა, ბაჭიები რა შუაშია. დიანას შეყვარებულმა იჩხუბა ჩემ შეყვარებულთან, ზალინასთან და ახლა აქ მოდიან. შემოდი, უთხარი მასწავლებელმა იქს რაც გააკეთე. გოგოებო, არა, ყვირილი არ შეიძლება, ახლა კლასში ხართ. წრანად ამიხსენით ყველაფერი რა მოხდა. მასწავლებელმა იქ ეს პატარა ბარსკლავი ცდილობს რომ რაღაც ბრძანებები მოგცეს. ჩვენ ფეხბურთელები ვართ. ხო, არავინ არ გვაძლევს ბრძანებებს. მე დამიზახა ღვთისმლოცველა, მართლა? კარგი, ყველაფერი გასაგებია. ხო, მასწავლებელმა იქ, ასია, ჭეჭინა, ტარაკანი, ჩხუბი ასე იციან. უბრალოდ გოგოების ლაპარაკია, არ ჩავერიოთ. ყველაფერი თქვით დაასრულეთ ფეხბურთელებო? არა, მასწავლებელმა იქ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მე საფერფარაშოში ჩამკედა 1 საათით. ხო, ეს საერთოდ არ მოგეწონა. მასწავლებელმა იქ მთლიანი სარგე პომადით დასვარა. და ახლა მასწავლებელმა იქ მე ვიტყვი ყველაფერს. გონიათ რომ სულელი ვარ, მართლა. მეუბნებიან რომ ჩრილდერი ვერ გავხდები. არა და ჩრილდერი უკვე ვარ, ზებრას ჩრილდერი, მაგრამ ჯერ არ მყავს გუნდი. ოჩახ შემოშეყარებულო. გოგოებო, ხო გაიგონეთ, სალინას თავისი გუნდი ეყოლება და შენ ლორენ ძალიან გამაღიზიანებელი ხარ. კოსტა ლორენს თავი დაანებე. ყველაფერს თვითონ გაარკვევე. კარგი ბიჭებო, არ ჩაერიოთ. დიმა, ძალიან მიყვარხარ, რა კარგია როცა ბიჭი შენს გვერდში დგას. დიმა, ძალიან გვიყვარხარ. გოგოებო, ეს ჩემი შეყვარებულია. ხარში დაგვიდგა. გოგოებო, კარგი საკმარისია. ფეხბურთელებო, ზალინა, რატომ ჩხუბობთ? ეს კამათი რაში გჭირდებათ? მასწავლებელმა იქ უბრალოდ ლორენი ვიღაც უფროსივით იქცევა. არა, კოსტა, უბრალოდ შენი ზალინა ძალიან ტრაბახობს. კარგი ბიჭებო, თქვენ რატო ერევით? არაფერი მასწავლებელმა იქ უბრალოდ ჩემ შეყვარებულს ვიცავ და მე ჩემსას, შენ არ ჩაერიო. აუ, ახლა კოსტა და დიმა იჩხუბებენ. ლორენ, მოდი შევარიგოთ. ხო, წამო. ბიჭებო, დაწნარდით. არა, ზალინა, შენ ლორენს ბევრად ჯობია. არა, ლორენის სიმართლეს იძახის. ამასობაში თქვენი შეყვარებულები შერიგდნენ. სიტყნარე, სიმშვიდე. ვიცოდი, ძალიან საყვარლები ხართ. ლორენ, ხო ხედავ, შერიგება რა კარგია. მოკლედ, მეგობრებო, შემდეგში თუ გოგოების რამე პრობლემა იქნებათ, მოდი მე აღარ ჩამთოთ. უკვე ამ თინეიჯერების გამო თავი მტკივა. მოკლედ, გოგოებო, დღეს უნდა დამეხმაროთ. გთხოვე რაც გინდა დიანა. მოკლედ, გოგოებო, ხომ იცით რომ პაემანზე მივდივარ ძალიან კარგ რესტორანში სმაილთან ერთად დღეს. ამიტომაც მჭირდება რომ არჩევაში დამეხმაროთ. შეგიძლიათ? შეგვიძლია. შეიძლება რომ მე მონაწილეობა არ მივიღო. ეს გოგოების რაღაცეები არ უმძოს. მასკოთ, ნუ გრცხვენია, საკმარისი დრო გაქვს გატარებული ჩვენთან იმისთვის რომ რაღაც გოგოშკური ამბები იცოდე, არა? დიანა, გთხოვ, ვიცი როგორც ემზადები და ეს ძალიან დამღლელია. მასკოთ, ძალიან დამღლელია, როცა შენ ემზადები ხოლმე კლუბისთვის. ხო, მინდა რომ მოდური ვიყო. აი თურმე აქ ხართ. გამარჯობა მწვრთნელოები. მე გეოლდებით სპორტ დარბაზში, თქვენ კიდე აქ ხეთხართ და საუბრობთ, რა მაგარია. მწვრთნელოები არ გაბრაზდეთ, დიანას დღეს სმაილთან პაემანი აქვს, ამიტომ ბევრი რაღაც გვაქვს სალაპარაკო. მწვრთნელოები, გაგვიგეთ როგორც ქალმა. მასკოტ, შენს ქალი ხარ? არა, არ ვარ. აბა მაშინ აქ რატომ ზიხარ? წამოდი დარბაზში. ხო, კარგი, წავედი, გარეთ დაგეოლდებით. კარგი, გოგოებო, ყველაფერი მესმის, ურთიერთობები, მაგარია, მაგრამ ჩრილდერობა პირველ ადგილას უნდა გეყენოთ. მწვრთნელოები, ჩრილდერობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვხედავ მაგას, გოგოებო, ეს თქვენი მომავალია. მართლა მწვრთნელოები გვესმის, უბრალოდ გამოვიცვლით. გოგოებო, 5 წუთი გაქვთ რომ გამოიცვალოთ, გეოლდებით დარბაზში. ჯანდაბა გოგოებო, არ მესმის, მწვრთნელები პაემანზე არასდროს ყოფილა, რატომ არის ასეთი გაბრაზებული? იმიტომ რომ ჩვენი მწვრთნელია და ჩვენი წარმატება მისთვის ბევრს ნიშნავს. მნიშვნელოვანია მესმის, მაგრამ ურთიერთობაც მნიშვნელოვანია. გოგოებო, 5 წუთი გვაქვს, არ დავაგვიანოთ. ჯანდაბა, ბროასტი, ეს როგორ გააკეთე? არ ვიცი, ძალიან დავიცი, ჯერ ისევ მტკივა. კარგი, არა უშავ, ჭიჭი მოგხედავს. მეგობრებო, არ ვიცი, ალბათ სასწრაფო დამჭირდება. აი ახლა ვარსკვლავებს ვხედავ. აი 1, 2, 3.
ხო, ბროვასტი, სადღაც მე-4, მე-5 და მე-6-იც იქნება. ჯული არ არის სასაცილო, იცი როგორ დაეცა. ბროვასტი, ეს როგორ მოახერხე? კარგი არა უშავს, ეს განკურნავს. გავათბობ და ბროვასტი, ცივი წყალი არის აქ. ღმერთო ჩემო, აქ რა ხდება? ფეხბურთელებო, ჩემი ბროვასტი წაიქცა, ბროვასტი, სად გტკივა? ჯიჯი, ეგ არ მინდა. ბროვასტი, დაწყნარდი, გათბება წყალი და დაგეხმარება. ჯიჯი, ისეთი მძრუნველია. მაგრამ მგონი ბროვასტი პროფესიონალური დახმარება უნდა მიიღოს. ბროვასტი, რას ფიქრობ, აბა? ჯიჯი, მგონი უფრო დამიბრუნდა. სერიოზულად, ბროვასტი? არა, ჯიჯი, ვიხუმრე, პირიქით მეხმარება. ხომ გითხარი რომ დაგეხმარებოდა? ლუზერებო, ძალიან სასაცილოები ხართ, რა მოხდა? რა ხდება აქ, რატომ პანიკობთ? ბროვასტი დაეცა და თავი დაარტყა, ცუდად არის. ხო, ახლა ბარსყლავებს ხედავს. ჩუმად იყავით, ბროვასტი ძაძინებას ცდილობს. ხო, იქ დაფინავე. 1, 2, 3. კარგი ჯიჯი, ეს აღარ მინდა. სო, ბროვასტი, გითხარი რომ დაგეხმარება თქო. ახ, რა არის? ვაუ, ჯიჯი როგორი ექიმია. ხო, ვიღაცა ძალიან უყვარს ბროვასტი. ნუ იცინით, ფეხბურთელებო, ნერვები. ეს ფეხბურთელი გოგოები მარტო მე არ მომწონს. ტომას არავის არ მოსწონს სკოლაში. ვა, ისე ეს რაღაცა მართლა დამეხმარა. თავი აღარ მტკივა. ბროვასტი, სულთან დამაქვს და თან ყველაფერს ეხმარება. ჯიჯი, ჩემი გადამრჩენელი ხარ. რა საყვარლობა? ტომას, წადი შენს დაეცი და მეც ასე მოგივლი და ასე ვიყოთ ერთად. არა, არ მინდა რომ დავეცე. ой, გამარჯობა კალათბურთელებო. გამარჯობა საყვარელო. ხო გახსოვს დღეს შენთან 8 საათზე. უნდა სმაილ ყველაფერი მახსოვს. დიანა, კნობას დაელაპარაკე. სმაილ ცოტა მოგვიანებით. დიანა ვარჯიში გვაქვს. ხო ბიჭებო, მე რეგნახავთ. კარგი. აბა, მე მოდი, დავნაძლევდეთ რამდენი ხანი გაქაჩავენ სმაილი და დიანა ერთად. ლეილა, ყველა ფიქრობს რომ იდეალური წყული არიან. მე ყველა არ ვარ დიანა, ამიტომ კარგი თანახმა ვარ, $100. დავნიძლევდეთ. კარგი, ორ კვირაში დაშორდებიან. ალან გატეხე? კარგი, მეც დავდებ. გამარჯვება გვეძახის, ბანი მაგარია. გოგოებო, გამარჯვებიდან დავიწყოთ. G A M A R J V E F A გამარჯვება, ბანი მაგარია. გოგოებო, ხედავ რომ დიდი ხანია არაფერი არ გიკეთებიათ. ერთად შეიკარით და თავიდან უფრო ძლიერად. კარგი მწვრთნელოები. G A M A R J V E F A გამარჯვება, ბანი მაგარია. კიდევ ერთხელ. G A M A R J V E F A გამარჯვება, ბანი მაგარია. ოჩახ გოგოებო, საშინელება იყო. ახლა მთელი ძალით კიდევ ერთხელ. G A M A R J V E F A გამარჯვება, ბანი მაგარია. ბანი საუკეთესოა. გოგოებო, აბა ვის გინდათ რომ ყველაზე გემრიელი ფენკეიქები გავაკეთო? ჩვენ გვინდა. კარგი, შენ გააკეთე, მაგრამ მე ვერ შევჭამ. ხომ იცით რომ დღეს საღამოს რესტორანში მივდივარ. გოგოებო, დამეხმარეთ, გთხოვთ. რომელი სამკაული გავიკეთო ამაღამ? გოგოებო, რითი გინდათ ფენკეიქები? შოკოლადით, მარწყვით თუ რითი? აუმაია, ძალიან მშია, გთხოვ, ყველაფრით გააკეთე და ყველაფერს გავსინჯავ. კარგი გოგოებო, მალე გავაკეთებ. ისეთი გემრიელი იქნება, თითებს ჩაიკვნედეთ. დიანა, გთხოვ, ეს საყურეები გაიკეთე. ყნოპა, ყველაფერი უნდა მოვისინჯო ჯერ. იქნება ეს ჩოკერი. თუ ეს საყურეები, ორივეს ერთად ვერ გავიკეთებ, იმიტომ რომ დავემსგავსები ყბავს. დიანა, გააჩნია, როგორი იმიჯი გინდა გქონდეს. რა მოამზადეთ, ასაცმელებს გულისხმობ. გოგოებო, ყველაფერს გაჩვენებთ, რამდენიმე აუთფიტი გავამზადეთ და ერთი უნდა ავირჩიო. დიანა, ნაკლები საუბარი გვინდა ვნახოთ. სმაილს გავუმზადო ფენკეიქები? არა, რესტორანში მივდივართ. რა? სმაილი დიანას შეურიგდა? დიანა, კნოპა, რაზე საუბრობდით საფერფერეშოში დღეს? იქნებ გაგვიზიაროთ. კარგი, გეტყვით, დიანას უნდა რომ ზაკატთან ერთად ვიყო. ხო, იმიტომ რომ ძალიან კარგი წყვილი იქნებოდნენ, მოუხდებოდნენ. კნოპა, და რატო ფიქრობ ამდენ ხანს თავს მოიკატუნებ, თითქოს არ მოგწონს. დიანას უკვე ვუთხარი, ზაკატი მომწონს 50-50-ზე. გამარჯობა, ბანი. გამარჯობა, დანა, აქ რას აკეთებ? დიანა, აქ ცხოვრობ და გავიწყდა რომ შენი დავარ? გასაგებია, პატარას უნდა რომ ლედი ბანის სახლში ჩვენთან ერთად იყოს. ხო. ნასია, პატარა არ ვარ, 9 წლიც ვარ. ვაიმე დანა, ბოდიში დამავიწყდა რომ უკვე 9 ხარ. მაია, ფენკეიქები მომიტანე, გთხოვ. ასეთი სწრაფიც არ ვარ, ნასია, ცოტა ხანი კიდე მჭირდება. გოგოებო, იქნება ეს ჩოკერი გავიკეთო. დიანა, გავიგე რომ სმაილს შეურიგდი.
ვიღაც უფროსების საუბრებს უსმენს. არა, უბრალოდ შემთხვევით გავიგე. გოგოებო, არ ფიქრობთ, რომ არანორმალურია, რომ დიანას მალს შეურიგდა? მომისმინეთ ჩემო სიყვარულო. დიანა უკვე დიდია და თავისით გადაწყვეტს რა გააკეთოს, კარგი? ხო, მართალია დანა, არ ჩაერიო. სხვათა შორის უბრალოდ რჩევას გაძლევ, დიანა ჩემი დაა და ნერვიულობ. ვაიმე, რა საყვარელია. ხო, ძალიან. კარგი გოგოებო, ახლა ამ აუთფიტებს გაჩვენებთ. ხო, მიდი, გელოდებით, მალე. გოგოებო, პირველი აუთფიტი რას ფიქრობთ? კარგია, მაგრამ დიანა, რაღაც ისეთ რესტორანში მიდიხარ, მგონი ეს არ გამოდგება. არა, ძალიან ლამაზია, ზურგი ისეთი ლამაზი აქვს, ნახეთ? აუ, ამას ჩავიცმევდი, კარგია. დიანა, ზედმეტად ბავშვურია, გოგოებო. შემდეგი გვაჩვენე, აბა. კარგი, იმედი მაქვს, შემდეგი მოგეწონებათ, ძალიან კარგია. იცით რა, გოგოებო, დიანა ძალიან ბედნიერია. ხო, სმაილი შეიცვალა, იმედი მაქვს, სულ ასეთი იქნება. გოგოებო, მზად ხართ რომ ნახოთ? დიანა, ეს რა ქუდია? გოგოებო, ამას დავარქვი ჩიკა. ვაუ! ძალიან მაგარია. ხო, დიანა, შეუმჩნეველი არ დარჩები. მადლობა გოგოებო, ნეტას მალს თუ მოეწონება, რას ფიქრობთ? მე ყვითელი ვარ და თან ის სმაილია. კი, დიანა, მოეწონება და მათხოვებ მაგ ფეხსაც მალს როცა გავიზრდები? შეიძლება ერთხელ მეც ჩავიცვა? დიანა, ძალიან მაგარი აუთფიტია, ძალიან მომწონს. აბა შემოbrunდი, შემოტრიალდი. აბა. რა საყვარელია, ღმერთო ჩემო. კარგი, მაშინ ამ აუთფიტში დავრჩები. დიანა, მზად ხარ? მიაქვარ. ვაუ, რა მაგარი ოთახია. აი, ჩემი შეყვარებული საქარის. გამარჯობა, სმაილ. პენკეიკებს ვაკეთებ, ხომ არ გინდა? მადლობა, მაია, მაგრამ არა, ჩემი დიანა დღეს რესტორანში უნდა წავიყვანო. გოგოებო, სმაილს და მე დაგვაგვიანდება, ამიტომ გთხოვთ, დანა თქვენ უნდა დააძინოთ. დიანა, ყველაფერს გავაკეთებთ, მიდი, გაერთეთ, არ ინერვიულოთ. გოგოებო, რამე თქვენთან ვიქნები. არ მოიწყინოთ, ჩემო სიყვარულებო. ისეთი საყვარელი წყვილი არიან, ალბათ მეც საკატთან ვიქნები. რა? ბავშვებო, ახლა მივდივართ პაემანზე რესტორანში. თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და გავერთოთ. კარგად!